მე მინდა რომ გამოვიყენო ეს შესაძლებლობა რომ მადლობა მოუხადო ჩემს მეგობარ ევროპარლამენტარებს ამ რეზოლუციის მიღებისთვის ამ რეზოლუციაში საუბარი არის ბევრ საკითხზე რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები განსაკუთრებით ძიმე მდგომარეობაში არიან ბოლო 2 თვის განმავლობაში მას შემდეგ რაც რუსეთმა გააფორმა ეგრეთ წოდებული ხელშეკრულება აფხაზეთთან ძალიან დიდი მადლობა რომ რეზოლუციაში მოხდა ამ მომენტის ასახვა იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში სტაბილურობის თვალსაზრისით ისევე როგორც ჰუმანიტარულ მომენტებზე არის რეზოლუციაში საუბარი ბევრ საკითხზე მათ შორის შეჩევითი სამართალის საკითხებზე მადლობა ჩემ ევროპელ კოლეგებს რომ ბევრი დებატეს ამასთან დაკავშირებით და იცნობენ იმ საკითხებს რაც მიმდინარეობს საქართველოში ჩვენ ძალიან ყურადღებით უსმენთ ამ კომენტარებს რომელიც ხდება და როგორც ქვეყნის პრეზიდენტი მე შემიძლია განვაცხადო რომ ქვეყანამ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით ბევრი ნაბიჯი გადადგა რა თქმა უნდა ვითარება საქართველოში არ არის მარტივი რადგან ხელისუფლების ცვლამ მოიტანა გარკვეული ცვლილებები განსაკუთრებით ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სასამართლოთან დაკავშირებით და მე დარწმუნებული ვარ რომ საბოლოო ჯამში ვიპოვით ბალანს პოლიტიკურ ბალანს ამ საკითხთან დაკავშირებით რაც ყოფილ მაღალ ჩინოსნებს უკავშირდება ევროპარლამენტარების განცხადებები ჩემთვის მნიშვნელოვანია მე მას ყურადღებით უსმენ მაგრამ მე ასევე ვიცი რომ ეს არის რთული პროცესი და ამ პროცესის დასრულებას დრო ჭირდება